მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსტობენ, მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ დღეს საუბრობთ რასკვლელი ასტროლოგიურ მოვლენებზე, იმაზე თუ როგორ იქნება 19-25 იანვრის შუალეთი. პირველ რიგში, რა ტენდენციებია მოსაუდნელი, ყველაზე კარგი რაც არის ამ პერიოდში, ის არის რომ დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგიულ ველშია. ეს უდაოდ კარგია. ანუ ეს გვაძლევს საშუალებას შემდეგ კვირის განმავლობაში მოწარმოოთ მოლაპარაკებები, კონდეს საინტერესო შეხვედრები, ახალი ნაცნობობა, შეიძლება კიდეების რეალიზაცია, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვა სასიკეთო ცვლილებების შემოტანა. თუმცა, ზამთარი დაგვიდგა, ყველანი კარგად ხედავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორ დღეებით იღავით ინფექციური დაავადებების ტენდენცია მაინც მაღალია. თუმცა, აქ როიტყვიან აფეთქება ამ კუთხით მოსაუდნელია უკვე თებერვალში. იქ იქნება რაღაცნაირად უფრო რთული სიტუაცია. იანვარი და ეს კვირა კი ჯერ კიდევ მაინც გვაძლევს საშუალებას, რომ გარკვეულ სტაბილურობას გქონდეს ადგილი და ეს უდაოდ კარგია. თუმცა დღევანდელი დღეს ვაჩვენებთ სიტყვის ყურადღებას. ანუ დღეს კვირა მოგეხსენებათ და 18 იანვარია, რაც ნიშნავს იმას, რომ წინდაწინ შეშოს მინდა ხვალინდელი ნათლისღება მოგილოცოთ, მაგრამ დღევანდელ დღეს რაც შეეხება, დღეს ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა. ახალმთვარეობა პირველ რიგში თხისქა ზოდიაქოს ნიშანში ხდება, ანუ მზედამთვარე ხვდებიან ერთმანეთს სწორედ თხისქაში და მოგეხსენებათ, რომ ეს ცოტა რთული დღეა ტრადიციულად, იმიტომ რომ მზის დამთვარის შეხვედრა ხშირად იწვევს, ასე ვთქვათ, დაძაბულობას, კონფლიქტებს, ტრაუმულოვარიულ ტენდენციებს, აქ შესაძლებელია დაუშვათ ემოციური გაღიზიანების ფონი იყოს მაღალი ადამიანებში, სხვა სახის სირთულეები, ანუ მოდით ეს ვთქვათ, ტრადიციულად როცა ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა, ვეცადოთ ეს დღე მშვიდად გავიაროთ. არავით არის მნიშვნელოვანი საკითხები, არავით არის სარისკომოქმედებები, არავით არის სარისკომოქმედებები თორე საჭესთან. აქ სუსტდება განსაკუთრებით ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, დღეს განსაკუთრებით ეს რისკ ჯგუფის ზონებია და ამიტომ სიმძიმეებს ძალიან ნუაწევთ, მეტყვით ეს მკვეთრ-მოძრაობებს ნუ გააკეთებთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება რევმატულმა და რადიკულარულმა პრობლემებმა მეტად იჩინონ თავი. ასევე მოდი აღვნიშნოთ, რომ დღეს ასევე რადგან ახალმთვარეობა, შეგიძლიათ რაღაცა ახალი გეგმები, რაღაც პროექტები დასახოთ, მაგრამ არ დაიწყოთ. დაიწყეთ უკვე ხვალ ან კიდევ უკეთესი ზეგიდან. და ნაწილობრივ ხვალინდელ დღესაც გადავა დღევანდელი ახალმთვარეობის ასე ვთქვათ ტენდენციები, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოერიდეთ კონფლიქტებს და რაღაც გრანდიოზული მნიშვნელოვანი განსაკუთრებული დღეს განსაკუთრებით და ნაწილობრივ ხვალ მაინც დღის პირველ ნახევარში ჯობია რომ არ გავაკეთოთ. ანუ დღევანდელი დღე გავიაროთ ხილად, წინდახედულად თუ რაღაც პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობას, არ გაიგვირძეს, შესაძლებელი ესეთი რამ მოხდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პანიკის საბაბი. ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ, რაც საჭიროა წამლების პროფილაქტიკით, მეტი დასვენებით, სითბო მივცეთ ზოგიერთ ორგანოს, რომ ასე ვთქვათ, ამით გადავიაროს ეს პერიოდი, იმიტომ რომ ხვალ მაგალითად დღის მეორე ნახევრიდან გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს. ესე შეიძლება აღვნიშნოთ. ეხლა მოდი აღვნიშნოთ როგორი ესე ზოგად ტენდენციები უკვე ვიცით, ესე იგი მომავალი კვირა რომ კარგია, თუმცა ხვალ დღის პირველ ნახევარში მაინც ცოტა სიფრთხილეა საჭირო ისე როგორც დღეს და ახალმთვარეობასთან არის ეს დაკავშირებული, ამაზე უკვე ვთქვით. ეხლა მოდი აღვნიშნოთ რა ტენდენციები აქვს ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, შემდეგ კვირა როგორ იქნება მათთვის, ანუ 19-25 იანვრის შუალეთი. დაიწყოთ პირველი ნიშნიდან ვერძებო. თლიანობაში კვირა არ არის თქვენთვის ცუდი, პირიქით. რატო? იმიტომ რომ ენერგოტონუსი მაინც მაღალია, ჯანმრთელობა ხა თქვენი მდგრადია, ამ ნიშნავს უკვე შეუძლია პრაქტიული მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, ნაკლებად იღლება, ანუ შრომის უნარიანობაც მატულობს და ერთ-ერთი სამყაროა გარკვეულ მოთხოვნებს გიყენებთ. რა მოთხოვნებია ეს? ემთხვევა რომ პოზიტიური იყოს უფრო მეტად ეს პერიოდი, ზოგიერთ თქვენთაგანს მოხდება მოქმედების ტაქტიკის შეცვლა. შეიძლება სამხედროების და ასტრონომიის გარკვეულწილად შეცვლა. და ამით უმეტეს ესეთი მოვლენები შეიძლება ესაც არ მართოს, თქვენ ამის წინაშე დადგეთ კიდეც. ანუ მოგიხდებათ მეტი დიპლომატიის გამოვლენა, ნუ იქნებოდათ მეტად ხისტი, იმიტომ რომ ცვალებადი სიტუაციებია და აქ თუ ცოტა ხისტად იმოქმედეთ, რას ქვია, შორს ვერ წახვალდეთ. და უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალსია ცვალებადობა ძალიან ეცვლება ადამიანებს. მით უმეტეს დღეს ხვალ აი ახალმთვარეობა მით უმეტეს ეს იცის და აი ეს ტენდენციები წამოწია წინაპლანზე. თუმცა მოდი ესეც აღვნიშნოთ, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი გეწყება და რა კუთხით. ნუ პირველ რიგში გეწყებათ იმ კუთხით, რომ ჯერთ იმუნიტეტი იწყებს ამაღლ
ამაღლებას, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გაძლევთ უკვე დამატებით ენერგიას, დამატებით კომუნიკაბილურობას მართალი, ამის შემდეგ კვირიდან უფრო მეტად იქნებით რო თქვენ ჯანზე და უფრო მეტად აქტიური და კიდევ უფრო მეტად ენერგიული, მაგრამ უკვე ამ კვირიდან იწყება ეს ამაღლება, ეს თქვენი იმუნიტეტისა, რაც უდაოდ კარგია და ძალიან საინტერესო კვირა იქნება სიახლეებისათვის. ანუ ვერძებო რეფორმების დროა თქვენ ცხოვრებაში. აი რაღაცა გინდოდათ მაგალითად დიდი ხნის წინ დასახვა რაღაც მნიშვნელოვანი ახალი იდეებისა, პროექტებისა, შეიძლება ახლებური მეთოდოლოგია მუშაობისა, ამისთვის საუკეთესო პერიოდი სწორედ გება უკვე ხვალიდან. ამასთან ერთად მეგობრული კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. აქ შეიძლება ახალი მეგობრული წრე შეკრა, ძველი ურთიერთობები უფრო მეტად აღმახლოთ. შეიძლება მეგობრებთან ერთად მათი თანადგომას მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მათთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანი წამოწყებების წინაშეც აღმოჩნდეთ. ამავდროულად აღნიშნოთ, რომ ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტი. აი ხა ინტერნეტიდან მოდის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთან ინფორმაცია. აქ შეიძლება ამ ინფორმაციამ ახალი დაუშვათ შექმნას რაღაცა იდეა, პროექტი. შეიძლება ამ ინფორმაციის მეშვეობით გახვიდეთ რაღაც ახალ ადამიანებზე გაიცნოთ ეს ადამიანები და მათთან ერთად რაღაც საინტერესო შეიძლება შემდგომი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. ავადმყოფობაში ძალიან საინტერესო რეფორმატორული პერიოდი. აი მაგალითად დიდი ხნის წინ გინდოდათ რომ შეგეცვალა თქვენი ვარცხნილობა, თქვენი ჩაცმულობა ან რაღაცა კიდე სხვა. ხო თქვენ ცხოვრებაში აი ეხლა მოდის საუკეთესო პერიოდი. უახლოესი 1 თვე გაძლევს სერიოზული რეფორმების შეტანის შესაძლებლობას თქვენ საზრუნებაში, სოფხედულობაში, გარეგნობაში, გარეგნულ იმიჯში, საქმიანობაში, ურთიერთობებში და ასე შემდგომ. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, კუროებო პირობებში მოდით ავუშვათ, რომ შედარებით სიტუაცია სტაბილური ამ პერიოდში, როგორც თუნსით საკმარისი ამისთვის, რომ აქტიურად იმოქმედოთ თქვენი შრომით, ნებისყოფით, მოთმინებით, შოპორობით, გარკვეულ მიზნებსაც მიაღწიოთ, კი ბატონო, მაგრამ ისიც გავეთვალისწინოთ, რომ შეიძლება გაჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში ადამიანები, რომელთა რჩევას ჯობია რომ უსმინოთ. ან შეიძლება გამოჩნდეს ასევე გავლენიანი პირები, შეიძლება გაჩნდეს ალტერნატიული ვარიანტები ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტის, რაც არ იქნება ნამდვილად ცუდი და მოითხოვოთ, რომ თქვენში უფრო მატლობს ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზნის მიღწევის კუთხით, რაც ძალიან კარგია. საერთოდ ზოგიერთ მოვლენაზე შეიძლება ზოგიერთ თქვენთანაც ასევე რადიკალურად შეეცვალოს ამის ხედვა და თავშად თუნდაც ამისადმი მიდგომა, ტაქტიკა მოქმედების ასევე შეიძლება შეცვალოს და ესე შეიძლება იყოს კარგი. ხო შემთხვევაში შეიძლება აი რაღაც ისეთი კავშირები, რომელიც გამძიმებდნენ ან ხელს უშლიდნენ თქვენს განვითარებას, აი შეიძლება ეს კავშირები ამ პერიოდში გაწყდეს. უბრალოდ შეიძლება უარი თქვა ზოგიერთ პროექტზე, ზოგიერთ წინადადებაზე, რასაც ვთვლით, რომ ეს უკვე რეალურად არ არის აქტუალური და არაფრის კარგის მომცემი არ არის და ამ ხრივ თავშეშ შეიძლება წაეციოთ სერიოზულად წინ, იმიტომ რომ გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, ახალ პროექტებს, ახალ წინადადებებს, რაც უფრო მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს მაგალითად ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან მიმართებაში, ეს ერთიორად გასდის თქვენი პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივებს, ხო შეიძლება არის გამორიცხული, რომ შეიძლება კვალიფიკაციის კურსების ამაღლების წინაშე დადგეს ზოგიერთ თქვენთაგანი და ხო შეიძლება როგორც ლიდერი ხელმძღვანელი საკმაოდ კარგად წარმოაჩენთ თქვენს ორგანიზატორულ მონაცემებს და შესაძლებლობებს. ხო შეიძლება ეს კვირა უკვე გაძლევს შესაძლებლობას, რომ აი თუ გქონდათ რაღაცა მავნე ჩვევა. აი ამ ჩვევაზე უარის თქმის დრო მოდის. რაც შეეხება ახლა უკვე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა ამ კვირიდან დაიწყებს მატებას. ეს ნიშნავს იმას, რომ თანდათან მოიმატებს თქვენში კომუნიკაბილურობა, გონებამახვილობა, იმუნიტეტი გაიზრდება, რაც მოგცემთ უკვე უფრო მეტ სამუშაო ენერგიას, ნაკლებად დაღლის შესაძლებლობებს და აღნიშნოთ ისიც, რომ აქ შეიძლება ახალი საინტერესო წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ. თუ კარგად გექნებათ მოფიქრებული ესა თუ ის მოქმედება, პროექტი და შემდგომ, მაშინ სარისკო მოქმედებაც იქნება გამართლებული და შეიძლება ახალი საინტერესო ვარიანტები გაჩნდეს იმისთვის, რომ თქვენ მაგალითად გაამაგროთ და გაუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა, პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივა და შესაძლებლობები. არის გამორიცხული, შეიძლება ახალი კანონები, ახალი წესები, რაღაც ცვლილებები მოხდეს მათ შორის თქვენ სამსახურში, შეიძლება ხელმძღვანელობაც შეიცვალოს და ეს ახალი წესები
შორის სულაც არ იქნება ცუდი თქვენთვის. Პირიქით, მათ ადვილად მიესადაგებით ამ წესებს და ამავდროულად აღნიშნოთ, რომ მათლობს თქვენში ოპტიმიზმი. ოპტიმიზმის დაკნობით შეგიძლიათ გაცილებით მეტად წაეწიოთ წინ ცხოვრების სულ განვითარებაში და აღნიშნოთ ისიც, რომ აქ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ორგანიზატორი, ასევე აიმაღლებთ თქვენს ავტორიტეტს და ძალიან კარგად წარმოაჩენთ თქვენს ლიდერულ ორგანიზატორულ მონაცემებს, სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდი იწყება მგზავრობისა და ასე ვთქვათ ტურისტული ლაშქრობებისათვის თუ ამიტომ ყველა ამის საშუალებას მოგცემთ და აღნიშნოთ ისიც, რომ ეს პერიოდი ძალიან კარგია უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის. უცხოენების ათვისება გინდოდათ აი საუკეთესო დრო დგება. უცხოელებთან შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. ან დავუშვათ ისე წახვიდეთ უცხოეთში და არნახული შტაბ-ბიჭლებებით ჩამოხვიდეთ. ან კუთხით უცხოეთთან კონტაქტი ასე იქნება მეტად საინტერესო მრავალფეროვანი და შტაბ-ბიჭლებებით ახსოვსე შეიძლება ესე ვთქვათ. რაც შეეხება ახლა კირჩხიბებს პირველ რიგში პერიოდი კარგია, სტაბილურია საკმაოდ. ეს პერიოდი გავსვლით იმის საშუალებას, რომ მოიმატოს თქვენში თვითრწმენის კრიტერიუმმა, შესაძლებლობები გაჩნდეს ახალი გინდათ იდეების რეალიზაციის კუთხით, გინდათ პარტნიორული თანამშრომლობისათვის სიტუაციაც თუ იყო რაღაც პრობლემური, აი სიტუაცია შეიძლება სასიკეთოდ შეცვალოთ ახლა ნებისმიერ გინ სახში, გინ სამსახურში და უფრო მეტიც ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას უკვე თქვენი მსოფლმხედველობა გარკვეულწილად იცვლება და მოვლენების მიმართ თქვენი დამოკიდებულებაც ასევე შეიძლება შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში თქვენ უკვე კარგი შენიათ და შეიძლება ზოგიერთ თქვენს გეგმებზე, რომელიც რეალურად არაფრის მომტანი არ არის, აქ შეგიძლიათ უფრო ადვილად თქვათ უარი, რასაც ვერ ბედავდით წინა პერიოდში და სულაც არ იქნება ეს ცუდი. და ამის გარდა მოდი ავუშვათ, რომ პარტნიორული თანამშრომლობისთვის პერიოდი კარგია. ამ დროს ძლიერდება ინტუიცია, მასზე დაყრდნობით შეგიძლიათ სწორი არჩევანის გაკეთება, სწორი ნაბიჯების გადადგმა. ზოგიერთ შემთხვევაში, რაც მეტად გამოავლენთ უშიშარ მებრძოლ სულისკვეთებას, ესეც ასე ვთქვათ, თქვენს წესრიგზე დააცხავს წყალს და თუ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა გაქვთ, სადაც ორივე მხრიდან არის ჩადებული გარკვეულწილად ფინანსები, ამ შემთხვევაში კარგი იქნება თუ გააკონტროლებთ თუ როგორ ხარჯავს ამ საერთო ფინანსებს თქვენი პარტნიორი. რო აქ არ იყოს რაღაც არასწორი ხარჯვა, რაღაცა სხვა სახის ნეგატიური ტენდენცია წამოწეული წინა პლანზე. რაც შეეხება ლომებს, იმპერატორთან ნიშანს შევეხეთ ახლა ჩვენ. ლომებისთვის სხვა შორის იწყება ძალიან საინტერესო პერიოდი. რატომ? იმიტომ რომ ყოველ დღე თქვენ იგრძნობთ ხვალიდან, რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა უჩაბესდება. ანუ იმუნიტეტი ხდება უფრო მდგრადი, ფსიქოემოციურად უფრო მეტად ჩვიდდებით, შესაძლებლობები წარმატებისა ყველა სფეროში ერთიარად მოიმატებს და ჰარმონიზაცია იწყება თქვენი ცხოვრების ამას აშკარად და თანდათან იგრძნობთ. ყოველ შემთხვევაში ეს ის პერიოდი იწყება თქვენ ცხოვრებაში, როდესაც შეიძლება ყოველივე ამან გამოიწვიოს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მორალური კმაყოფილება, მათ შორის თქვენი მოქმედებებიდან გამომდინარე და სხვა შორის თქვენი დაფასების კრიტერიუმი საზოგადოების მხრიდან მოიმატებს. აქ შეიძლება ძალიან ახალი საინტერესო საქმეების ან ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდეთ. ყოველ შემთხვევაში მოდი ავუშვათ, რომ ეს პერიოდი კარგია როგორც ჯანმრთელობის გასამაგრებლად, გასაუმჯობესებლად, ასევე გინდათ ინდივიდუალური საქმეებისთვის, გინდათ კოლექტიური ერთობლივი ძალისხმევისათვის, ცოდნის მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ეს კვირა ხელს უწყობს შემოქმედებით თქვენი ნიჭის და უნარის გამოვლენას და ამასთან შემოქმედებით მუშაობას. ძალიან კარგია იგი პარტნიორული გინდათ ბიზნეს საქმიანი, გინდათ პირადი სასკვარლო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისათვის და ხელს უწყობს იგი ასევე ქორწინებას. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, ქალწულებო სიტუაცია საკმაოდ სტაბილურდება, რაც თქვენთვის ძალიან კარგია. და რომ მოდი ამშვათ, რომ თქვენ უკვე სოფხედულობა რადგან გეცვლებათ ამ პერიოდში, ცოტა სხვანაირად მიუდგებით მოვლენებს, რომელიც ხდება თქვენ ცირკულებით და თან გრძნობთ ხარდაჭერას, რომელიც მოდის პარტნიორთა მხრიდან და ამავდროულად აქ შეიძლება ახალი საინტერესო იდეები, ახალი დაინტერესების სფეროები გაჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, აქ აშკარად გინდათ, რომ განაახლოთ თქვენი შტაბ-ბიჭლებები და სხვა შორის მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, ახალი კულტურების გასაცნობად უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. საინტერესო მოვლენების დროა. სხვა შორის და აქ ავნიშნოთ ისიც, რომ ეს პერიოდი ხელს უწყობს გაუმჯობესებას ურთიერთობების სახელმძღვანელებთან, კოლეგებთან და ეს კიდე თქვენი პროფესიონალური წინსვლის წინაპირობა, შეიძლება ერთობლივი თანადგომის ასევე ფაქტორია და მეტად ლაგდებით, მოდი ასე ვთქვათ, ხო? აი თუ რაღაც აღრევა იყო თქვენ
ცხოვრებაში წინა პერიოდში გინდათ ეს ურთიერთობებს ეხებოდეს, გინდათ ჯანმრთელობას, გინდათ საქმეებს, აი ყველაფერში ხდება დალაგება, მოწესრიგება სიტუაციისა, რაც თქვენ აი მალაბოდ ედება თქვენს გულს რო იტყვიან და გაძლევთ უფრო მეტ შანსებს წინსვლისა და განვითარებისა. რაც შეეხება უკვე სასწორი ზოდიაქოს ნიშნულობებს, სასწორებო საკმაოდ კარგი პერიოდია, რატომ? იმიტომ რომ ნელ-ნელა უკვე ხვალიდან თქვენი არგო ტონუსი იწყებს ამაღლებას. ეს კი ნიშნავს, რომ იზრდება იმუნიტეტი, ფსიქოემოციური სტაბილურობა მეტად თვალში საცემი გახდება და ამიტომ უფრო კომფორტულად და მშვიდად იგრძნობთ თავს. აქ შეიძლება ახალი ვალდებულებების წინაშე, ახალი საქმეების წინაშე აღმოჩნდეთ, თუმცა აი ეს ყოველივე უფრო მეტად ხელს შეუწყობს თქვენ მორალურ მოდესკად კმაყოფილებას და ხელს შეუწყობს ასევე მოულოდნელ ფინანსურ წარმატებებს. აქ შეიძლება ამ შედეგად მიიღოთ ახალი წინადადებები, ახალ პროექტებში აქტიურად ჩაერთოთ. მოდი ამშვიდობ რომ შეიძლება აქ შედარებით ადვილად გადაწყვიტოთ მატერიალური ან სხვა სახის ფინანსური პრობლემებიც, ამ კუთხითაც საყოფაცხოვრებო საკითხები თუ იყო მოსაგვარებელი, ამასაც შედარებით ადვილად მოაგვარებთ. სხვა შორის აქ მატულობს თქვენში სურვილი აიღოთ პასუხისმგებლობა საუთარ თავზე. ეს ხშირად ძალიან კარგად გაართმევთ თავს ამ მოვალეობას, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნებით საკმაოდ ავტორიტეტული და კარგად შეასრულებთ ამ ვალდებულებებს ლიდერისა, ხელმძღვანელისა და შემოკარგებო სასწორებო თქვენ ცხოვრებაში იწყება სიყვარულის დრო. ანუ საუკეთესო პერიოდი დგება სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, არსებული ურთიერთობა შეგიძლიათ აამაღლოთ. ზოგიერთ თქვენთაგანი ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად ალბათ აღმოჩნდება ახალი რომანტიკული თავგადასავლების ან კავშირების წინაშე, ახალი შეყვარების წინაშეც კი და ძალიან კარგი პერიოდია შვილებთან ურთიერთობისთვის. აქ ურთიერთგაგება შვილებთან და ახალგაზრდა თაობასთან ძალიან მაღალ დონეზე იქნება, რაც ხელს შეუწყობს თქვენი პოპულარობის დასს მათ შორის ახალგაზრდა თაობაში, რაც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს და სტიმულატორი იქნება თქვენი წინსვლისა და განვითარებისათვის. კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მიღება ასევე იქნება მეტად წარმატებული თქვენთვის. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, პირველში მოიტანხმოთ, რომ ეს არის აქტიური ურთიერთობების, აქტიური მოძრაობის, დინამიურობის, გზავრობის, მოგზაურობის, ახალი შთაბეჭდილებების, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების პერიოდი. და ამასთან ერთად მოდით დავუშვათ, რომ ცოდნის მისაღებად ძალიან კარგი პერიოდი აქ შეიძლება პროფესიონალურად მეტად განვითარდეთ, მათ შორის პროფესიონალიზმის ამაღლების კურსებიც გაიაროთ, მრავალფეროვანი კონტაქტების შეხვედრების, მოლაპარაკებების შთაბეჭდილებებისთვის მიმეორებ ძალიან კარგი პერიოდია, თუმცა აქ უკვე ის დროა, როცა თქვენში ძლიერდება ინტუიცია. ინტუიცია გაძლევს საშუალებას, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ, სწორი ნაბიჯები გადადგათ. ეს არის პერიოდი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ თუ იყო რაღაც პრობლემები დაუშვათ ოჯახის წევრებთან ან სანათესაოსთან, აი მოაწესრიგოთ ეს ურთიერთობები. აქ ზოგიერთი მემკვიდრეობით საკითხებით შეიძლება გადაწყვიტოთ და რაც მეტი აქ იქნება თანადგომა ახლობლებისგან, იგივე დავუშვათ ოჯახის წევრებისგან, ეს ხელს შეუწყობს ასევე თქვენს მეტად წინსვლას და განვითარებას. თუ რაღაც საყოფაცხოვრებო საკითხები იყო განსხვავებული, მათ შორის გინდოდა დიზაინის შეცვლა, სახლში გალამაზებას, თქვათ კომფორტის მოწყობა მეტად, ამ კუთხითაც უკვე შემდეგ კვირა ხელს შეუწყობს ამ თქვენს მოქმედებებს და უფრო მეტად ლამაზი დიზაინის შექმნას თქვენს საცხოვრებელში. რაც შეეხება შვილ დოსნებს, პირველ რიგში პერიოდი კარგია, იმიტომ რომ ნელ-ნელა მოიმატებს ხვალიდან ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ის განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს, მოიმატებს თქვენში ენთუზიაზმი, დადებითი განწყობა, ოპტიმიზმი, რაც ძალიან კარგია და უნიშნოთ რომ ეს ის პერიოდი, რომელშიც შეიძლება უფრო მეტი დრო ყურადღება დაუთმოთ სახლის კეთილმოწყობას, მისი ლამაზ დიზაინის შექმნას. შეიძლება უძრავი ქონება შეეძინოს ზოგიერთ თქვენთაგან ახალ ბინაში გადახვიდეთ. ამის შესაძლებლობაც გაქვთ, უფრო მეტად გრძნობთ, რომ მაგ უფრო დამოუკიდებლად მოქმედებ და ნაკლებად ზღუდავს ვინმე თქვენს თავისუფლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს ახალი სამსახურის ან ახალი საქმის წინაშე, სხვა შორის ამას შეიძლება გამოიწვიოს ასევე თქვენი უფრო მეტად მგზავრობა, მოგზაურობა, ახალ საქმეებთან დაკავშირებით, ცვლილებები, ზოგიერთ თქვენთაგანი რაღაც მნიშვნელოვან ახალ პერსპექტივებში ჩაებმება, შესაძლებლობა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა ერთ-ორად მოიმატებს ადრეული საქმეებიდან, მათ შორის და ურთიერთობებიდან და ეს უკვე დგება პერიოდი, რომელიც ხაუწყობს მრავალფეროვან კონტაქტებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, საინტერესო ნაცნობობას, ახალ პარტნიორულ თანამშრომლობას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას, სწავლას და ამ კუთხითაც ეს პერიოდი უდავად
უდავოდ კარგია. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ გრძელდება თქვენთვის კარგი პერიოდი, ანუ ტონუსი საკმაოდ მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ამიტომ ეს ნიშანი ჯერ კიდევ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ლიდერია, ხელმძღვანელია, კარგი ორგანიზატორია, პოზიტიური დინამიური პერიოდია, შეიძლება მოკლედ თქვა ასე, ძალიან კარგია იგი მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, გზავრობის, მოგზაურობის, სწავლის კუთხით მოდი აღვნიშნოთ და აღვნიშნოთ, რომ პირადი ცხოვრებაც აშკარად გაუმჯობესდება. ზოგიერთი შეიძლება აღმოჩნდეს ახალი რომანტიკული კონტაქტის წინაშეც კი ამ ძველი ურთიერთობები უფრო მეტად აამაღლოს. ჩაერთოთ შეიძლება ისეთ საინტერესო საქმეებში, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ბიზნეს საქმეებში, რომელიც მატერიალური კუთხით იქნება ძალიან მომგებიანი და სარფიანი, რაც ხელს შეუწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გარკვეულწილად, შემდგომ უკვე ახალ ინვესტიციებში, კაპიტალ დაბადებებში ჩართვას, რაც ასევე მატერიალური კუთხით იქნება მეტად სასკეთო. თუმცა ეცადეთ უკვე იმოქმედოთ პრინციპით 7-ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერი. სიფრთხილე წინ დახედულობა წამოწია წინა პლანზე და პრიორიტეტული იქნება უკვე ამ კვირაში ერთგულება. ერთგულების დაცვა და ერთგულ პარტნიორებთან ურთიერთობა. მერწყულებს რაც შეეხება, აღვნიშნოთ, რომ თქვენი დროა, მერწყულებო, ეხლა უკვე რეალურად, იმიტომ რომ მზე გადადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, მოდი ასე ვთქვათ, აი ეხლა უკვე სამშაბათიდან იგი გადავა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, იქ მას უკვე დახვდება პლანეტა ვენერა, შემდგომ იქვე იქნება უკვე ძალიან მალე პლანეტა მერკური, პლანეტა მარსი და ნუ მთელი სტელიუმი პლანეტებისა და იქ კიდე პლანეტა პლუტონი დახვდებათ. ამიტომ ნუ ეს სტელიუმი პლანეტების დაგროვება მათ ენერგიებისა თქვენ ზოდიაქოში გაძლევთ, რომ იტყვიან კარტ ბლანშს ხელში. ანუ ყველაზე მეტი შანსები წარმატებისა უკვე ხვალიდან მერწყული ზოდიაქოს აქვს. თუ აქამდე გქონდათ პრობლემები, სირთულეები, ამას ადვილად გადალახავთ, ყველა სახის პრობლემურ სიტუაციებს და ურთიერთობებს მოაგვარებთ. აქ მოდი აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ კარგი იქნება ენაზე კბილის დაჭერა ზედმეტად არ გათქვა ინფორმაციისა, თუმცა შანსები წარმატებისა ყველას პირველში ერთიორად მოიმოდებს. აქ ენერგო ტონუსი უმჯობესდება, ყოველდღე იგრძნობთ, რომ ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ნაკლებად იღლებით, შრომის უნარობას თანდათან მატულობს, ფსიქოემოციურად ყოველ დღე იგრძნობთ, რომ უფრო მეტად და მეტად მშვიდდებით და წნარდებით. ერთ სიტყვით პოზიტიური პერიოდია, რომელიც უკვე ხელს შეუწყობს თქვენი მიზიდულობის, შარმის, ქარიზმის გაზრდას, ავტორიტეტის დასაზოგადოებაში და სხვა შორის სასკოლო პარტნიორულ ურთიერთობებს. ამ კუთხითაც ეს პერიოდი საკმაოდ კარგია, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი შეეძლებთ უფრო აქტიურ მოქმედებას, სადაც საჭირო უნდა გამოვლინოთ უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება, პრინციპულობა და როგორც ლიდერმა ორგანიზატორმა შეგვიძლია საგრძნობლად აიმაღლოთ თქვენი ავტორიტეტის საზოგადოებაში. ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. ამიტომ თქვენი დროა, დიდხანს ელოდით, მოვიდა ეს დრო და ეხლა რა უნდა გქნათ? მიდგეთ, მოდგეთ, ხალხი შეაწყვეტ, ხოთი აქტიუროთ, ახალი პროექტები განახორციელოთ და მნიშვნელოვანი საკითხებიც, ასე ვთქვათ, წესრიგში მოეყვანოთ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, სანამ დაიწყება თქვენთვის ურთულესი პერიოდი, ეგრეთ წოდებული დაავადების წინა პერიოდი, ანუ თებერვალში, იქამდე ეს კვირა კიდე გავძლევთ საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს. პირველ რიგში აქ უნდა იყოთ უფრო მებრძოლი, უშიშარი, არც არ შეგეშინდეთ, უკან უნდა ეხოთ პრინციპულად დაეცავეთ თქვენი პოზიციები და შეგიძლიათ ახალ საქმეში თქვენი ძალების შესაძლებლობები წარმოაჩინოთ ან გარკვეულწილად მოსინჯოთ. ეს ის პერიოდი, რომლისთვისაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი გავლენის სფეროს განავითაროთ, ახალი ცოდნის წინაშე აღმოჩნდეთ, შეიძლება პროფესიონალიზმი აიმაღლოთ, ამიტომ თქვენ შეიძლება ახალი პროფესიონალური კურსების გავლის წინაშე აღმოჩნდეთ. ხელს უწყობს ეს პერიოდი ჯერ კიდევ რეფორმებს, ახლებს, ინტერნეტთან აქტიურ კონტაქტებს, მეგობრულ ურთიერთობებს, თუმცა სპერიდ უფრო მეტად ითხოვს თქვენგან ასევე არა მარტო ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებას, არამედ უკვე საიდუმლოს, საკუთარი საიდუმლოს მეტად დაცვას. მაშინ უფრო მეტად წახვალ წინ, შემოქმედებითი კუთხით ძალიან კარგად წარმოაჩენთ საკუთარ მონაცემებს, მოგზაურობის კუთხით და უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხითაც ეს კვირა გაცლებთ უფრო ეფექტურია და უფრო მეტად წარმატებულია. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო აქციებში, საზოგადოებრივ პროექტებში, რაც ერთიორად გაზრდის თქვენი რწმენის ფაქტორები და თქვენს პოპულარობას საზოგადოებაში რწმენასთან დაკავშირებითაც სხვა შორის ზოგიერთ თქვენთაგანს უკვე შეიძლება დაეწყოს სერიოზული ტრანსფორმაციის პერიოდი, რაც ასკეთო ექნება მემკვიდრეობაში სულიერ ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამიტომ ამ კუთხით ეს კვირა კარგია და ეცეთ რომ იგი ფრიად აქტიურად გამლოთ. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტრო
პროგნოზი ამ კვირისთვის განკუთვნილი, ვიმეორებ 19-25 იანვარზეა საუბარი. ეხლა ვნახოთ შევეხოთ ცალკეულ დღეებს, როგორ იქნება. აი ხვალინდელი დღე, მაგალითად ეს არის 19 იანვარი. აქ ჩვენ ღამის საათებში უნდა ვიყოთ თხილად, ჯერ არა მარტო იმიტომ რომ თოვს და ახლა მოყენული იქნება გზები თავისთავად, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს უწევს სიარული, მათ შორის ზოგი აეროპორტში მიდის, ზოგი სადა, ამიტომ ღამის საათები პირველი საათიდან 58 წუთიდან 2 საათამდე 20 წუთამდე, ან ფაქტობრივად 22 წუთი აქვს. მაგრამ ეს 22 წუთი შეიძლება გახდეს ბევრისთვის გადამწყვეტი, იმიტომ რომ ეს არის მიმართულება დაკარგული თუ არის პერიოდი, რომლის უბიცას ამ 22 წუთში, დავითმოთ ეს ღამეა, ზოგიერთი მძღოლი დაღლილია, შეიძლება რაღაც გაეთიშოს მის მათი გონება, თუნდაც და გადარდილობის ფონზე. ეს კი საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ტრაუმატული სიტუაციების წინაშე დავდგეთ. ამიტომ გინდა თქვენითად მოსეულებს, გინდა მძღოლებს ამ პერიოდში ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე ყურადღება მართებთ. ეს ეგულისხმება უკვე აი დღეს ღამე რო დაღამდება, ხო, ეს უკვე 19 რიცხვია. და ხვალინდელი დღე 19 რიცხვი, რას გვემცნობს, რომ პოზიტიური აზრები რეალურად ხვალ წარმატების წინაპირობას წარმოადგენენ. და შესაძლებელია განისაზღვროს ხვალ თქვენი მომავალიც. გადაიღლებით, იმიტომ დაგავიწყდებათ, რომ დღეს ახალმთვარეობა, ჩვენ ახლა უნდა ვახლოვდებით ახალმთვარეობის პირქს, იგი ღამე გვაქვს ჩვენ 23 საათზე 53-57 წუთებს შორის, აი აქ არის პიკი, მაგრამ ეს გადადის სასუქველია ხვალინდელ დღეზე, განსაკუთრებით მის პირველ ნახევარზეც კი. ამიტომ ხვალ ნუაყვებით პროვოკაციებს, გადაიღლებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და გამოხილდება ცოტა ხვალ ზოგიერთში ნევროზულობა, გაღიზიანება ხასიათში, ესე შეიძლება თვალსაცემი გახდეს და ამიტომ პროვოკაციებს აყვებით. და ამასთან ერთად შემოქმედებითი აქტიურობა კი სამაგიეროდ ხვალ მოიმატებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ვენების ზონა, ჯობია მეტად იაროთ ფეხით, ვიდრე იდგეთ ხვალ. ეს ძალიან მოქმედებს ვენურ სისტემაზე ნეგატიურად და ფეხის კუნთებით სუსტდება. პოზიტიურია ხვალინდელი დღე ვერძის, ასევე ტყუპების, შვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე სამშაბათს, ეს უკვე 20 რიცხვია იანვრისა. კარგი დღეა ახალი პროექტების რეალიზაციისათვის. მხოლოდ რეალურ ფაქტებს უნდა დაეყრდნოთ და არა ფანტაზიებს, მოდი ასე ვთქვათ. დავუგდეთ ყური ასე უფროსი თაობის მანდილოსანთა, მათ შორის დედათა რჩევებს, რაც იქნება ძალიან მშვენი და დროული. ახალი გეგმები აუცილებლად უნდა გასაიდუმლოებდეს და პარტნიორობებში ნოიქნებით ზედმეტად იმპულსური. ამავდროულად თავისუფალი სივრცის სურვილი ადამიანებში მოემართებს. ეს სამშაბათ დღეს ეხება, პორიაკობთ, ზედმეტად ილაპარაკებთ. მოერიდეთ თვალების გადაღლას, თვალის ზონა სუსტება, ამიტომ გინდათ კომპიუტერთან, გინდა დაუშვათ მობილურ ტელეფონთან მუშაობის დროს, თორდადრო დაასვენეთ თქვენი თვალები, ამას მიაქციოთ ყურადღება და მეგობრულ წრეში საიდუმლო არ შეინახება. შეიძლება მერე კი გამოყენებული იქნას თქვენ საწინააღმდეგოდაც კი ეს გაითვალისწინეთ სამშაბათის ტენდენციები. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სამშაბათს სუსტდება სწორედ ნერვული სისტემა, მხედველობა, ვენები, ფეხის კუნთები. ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში სამშაბათს არ იქნება სასურველი, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა და ყველაზე კარგია სამშაბათი ლომის და სასწორი ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ოთხშაბათს, პირველ რიგში მოიტანუშვეთ, რომ ოთხშაბათს საინტერესო მოვლენა არის ის, რომ აქ პირველ რიგში ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, ანუ ეს არის დილის 6 საათიდან 18 წუთიდან 10 საათამდე 51 წუთამდე. აი ეს დილის საათები ითხოვენ ყურადღებას და აქ მძღოლებს, ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული ყურადღება მართვით, იმიტომ რომ დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს ტრაუმატული ტენდენციების მთავარი ფაქტორი და ამ ხრივაც ვიყოთ ყურადღებით. შემდგომ რაც შეეხება გეომაგნიტურ დღეებს, ხეთ ჩვენს ამზარგვისეუბრია, დღეს არის გეომაგნიტური დღე. შემდეგ ხვალ 19-შია გეომაგნიტური დღე. მერე 20 რიცხვი გეომაგნიტურია, 22 გეომაგნიტურია და შემდეგ უკვე 25 რიცხვიც გეომაგნიტურია. ესე იგი ამ დღეებში რა უნდა ვქნათ, იცით, თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენით, თავის ტკივილი უგონებობა და შემდგომ წნევას იზომავთ და შესაბამისი პროფილაქტიკა. გინდა ტყავით თუ დაბალია წნევა, გინდა წამლებით თუ მაღალია და მოიყვანთ წესრიგში საკუთარ თავს ამ კუთხით. და კიდევ რა მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს 21-ში, 21 იანვარს ოთხშაბათ დღეს გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური სწორედ ამ დღეს გადაინაცვლებს, მოდი ასე ვთქვათ, 7 თებერვლამდე მერწყულის ზოდიაქოში. მაგრამ იქამდე სამშაბათს გვაქვს მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ სამშაბათს რა ხდება 20-ში? 20-ში დილის 5 საათზე 46 წუთზე მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს, ანუ რა?
მზე გატოვებს თხის ზოდიაქოს და გადადის მერწყულის ზოდიაქოში. ანუ თუ ბავშვებს ელოდებით მათ გაჩენას დილის 5 საათიდან 46 წუთიდან ვინც დაებადება უკვე არის მერწყული. იქამდე ყველა დაბადებული არის თხის რგა. ეს გაითვალისწინეთ. ეხლა სამშაბათს ერთი თვით გადადის მზე მერწყულის ზოდიაქოში, ხოლო ოთხშაბათს უკვე პლანეტა მერკური 7 თებერვლამდე გადასვლებს მერწყულის ზოდიაქოში, პლანეტა ვენერა უკვე იქ არის მერწყულის ზოდიაქოშია. ეხლა ეს ზეგავლენა კიდე პლანეტა პლუტონი დახვდება მათ. ამ ზეგავლენის შედეგად ეს მოვლენა მეტად განავითარებს უკვე სამშაბათიდან ადამიანებში რას? გონება מחვილობას, რეფორმების სიახლეებისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას, კომუნიკაბილურობას, ნოვატორულ ახალ იდეებს, თავისუფლებისა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი მეტ მიდრეკილებებს, დიპლომატიურობას ხასიათში, სპონტანური იმპროვიზაციის უნარს, არასტანდარტულ აზროვნებას, ეს რაც დადებითია და უბრალოდ კარგია და მეგრული კონტაქტებისთვისაც პერიოდი კარგია, მაგრამ ამავდროულად განავითარებს ამ პერიოდში სიჯუტეს, სიზარმაცესადმი მიდრეკილებას და სულსწრაფობას. ეს ტენდენციები თქვენ ყურადღებას როგორც ხელის შემშელი ფაქტორები უახლოესი ერთი თვის. რაც შეეხება თვითონ 21 რიცხვს, აქ პირველ რიგში მოდით ავუშვათ, რომ ორგანიზმი თვითგანწმენდის მდგომარეობაში, ამიტომ ზედმეტ საკვებს ოთხშაბათს მიიღებთ. ამასთან ერთად შეიძლება იქნება ცხოვრების განახლება, ახალი გეგმების გარკვეულწილად რეალიზაცია. და აქ მოიმატებს ცოტა ემოციურობა, მგზნობიარება, რომანტიზმი ხასიათში. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ოთხშაბათს ტერფების ზონა, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები. ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში გასაუთრებული აუცილებლობის გარდა ოთხშაბათს არ იქნება სასურველი. ეს კარგია ეს დღე ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. სანამ გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს, ესე იგი პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალები. ანუ მოდი ესე ვთქვათ, ეს არის ჟურნალი შენი ჰოროსკოპი. დაახლოებით 100 გვერდიანია, კი ბატონო. აქ არის უამრავი ინფორმაცია. სადაც თქვენ შეგიძლიათ კარგად გაიცნოთ მომავალი წლის მასპინძელს, ცხენს. ცხენის წელიწადი ამოგხსენება, მაგრამ გიწყება 17 თებერვლიდან. აქ არის მთელი ინფორმაცია ცხენის ფსიქოტიპის შესაძლებლობების შესახებ და როგორი წელის ტენდენციები იქნება. ამის გარდა თქვენ გაქვთ ფარველ ენგელოზის წარმატების წუთი. თვეების და მიხედვით ამის გარდა აღნიშნულია თითოეული ზოდიაქოს ნიშნის, მოდი ასე ვთქვათ, ასტროლოგიური პროგნოზი თვეების და მიხედვით. იქნებით გავთხელებული, შეიარაღებული ამით. ამის გარდა დაგოწდება, რომ არის გამოსული დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი. ეხლა ეს მოგიხსენებათ, რო არ აგვერიოს, იმიტომ რომ ზოგს უკვირს, რომ ორი როდის გამოვიდაო და უკვე რამდენიმე წელიწადია ორი გამოდის. აი ეს ორი ჟურნალი და მოდი ასე ვთქვათ, დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, ასევე ფრიად საინტერესო აქ ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ ასტროლოგიური პროგნოზი 2026 წლისა. აქ შეგნით გაქვთ ასევე 2026 წლის ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზი 2026 წლისა, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. შეგნით გაქვთ ასევე გეომანტიის გრაფიკები, რომელ თვეში როგორი გეომანტია აქვს დედამიწას და რას ნიშნავს და რას გვიქადის ყოველივე ეს. ამის გარდა თქვენ გაქვთ შეგნით რასაკვირველია თვარის კალენდრის და მიხედვით ცალკეული დღეების ასტროპროგნოზი, როგორ იქნება ესა თუ ის დღე, თავისი დადებითი ვარყოფითი დღეებით, ეს ყველაფერი აქ არის და შეგნით მოგეხსენებათ რა დევს. შეგნით დევს მთელი წყება ასტროკალენდრების. აი მაგალითად პატარა ასტროკალენდარი, ეს არის ჯიბის ეგრეთ წოდებული, რომელიც შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო და ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებზეა გათვლილი და აქ გვაქვს ჩვენ თვეების მიხედვით წლის ბოლომდე. დადებითი ვარყოფითი დღეები, ცალკეული ნიშნისთვის, ახალი მთვარე, სავსე მთვარე, მზის და მთვარის დაბნელებები. ამის გარდა აქვე თქვენ შიგნით კიდევ სამდიცნო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია პერიოდები, დღეები, როდესაც ამ თუ იმ ორგანოსთან მიმართებაში ოპერაციის ჩატარება არ არის სასურველი. ბიზნეს შემოქმედებითი სასკვარულო კალენდარი, თავისი დადებითი უარყოფითი დღეებით და ასევე რასაკვირველია დიდი, ეგრეთ წოდებული საოჯახო ასტროლოგიური კალენდარი, რომელიც ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან 1998 წლიდან გამოდის და აქ მოდი აღვნიშნოთ, რომ თქვენ ასევე გაქვთ უკვე 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი სახეზე, ყველა ნიშნისთვის გათვლილია დადებითი უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, მათი ახსნა განმარტება თვეების და მიხედვით წლის ბოლომდე. და ეს ყველაფერი, რასაკვირველია თქვენ გელოდებათ, ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. და ეს ყველაფერი ჯიხურებში, მათ შორის დიდ ქალაქებში არის შეტანილი ყველა სახის, ასე ვთქვათ,
პრესის ჯიხურებში უპირველეს სკოლის, მაგრამ ვისაც უნდა დაუშვათ ან ვერ იპოვა თავის ქალაქში ეს ჟურნალი, ან დაუშვათ უნდა რომ სახში მიტანით მოემსახურონ და სახში მიუტანონ, მაშინ უნდა შეეხმიანონ შემდეგი ტელეფონის ნომრით. 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77 და მაშინ ამ შემთხვევაში უკვე სახში მიიღებთ ამ ასე ვთქვათ ინფორმაციას ყოველივე ამის შესახებ. ეხლა აქვე მინდა გითხრათ რომ ყველა ამ კალენდრებში, ამ ჟურნალებში ასევე მოცემულია ტელეფონი ჩვენი საკონტაქტო პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებული. ტელეფონს შეგახსენებთ 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. შეგვეხმიანეთ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით, ხოჭოს აი გუშინა ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდათ ხალხმართან და საინტერესო იყო მათი აი ბოლო დასკვნა, ასე ვთქვათ, თითქმის 3 საათიანი საუბრის შემდგომ. ესე იგი მამაკაცმა ხა მამაკაცგან იშვიათია საერთოდ მამაკაცები ნაკლებს ლაპარაკობენ, ქალები უფრო აქტიურობენ და უფრო გახსნელები არიან. მაგრამ ნუ ახლა მამაკაცი რო არ დამალავს ამას და ბოლოში გეტყვის ეს სიტყვას რომ ნეტა ეს მწოდნოდა ყველაფერი 20 წლის მერე 20 წლის წინ ბოდის ვიხდი 20 წლის წინ სულ სხვანაირად წარმართავდი ჩემ ცხოვრებას. ნუ გაერკვა რა რომ სხვა შორის რაღაცები გამოასწორა ამ ადამიანმა, მეტყვი რომ ძალიან ბევრი პრობლემები ჰქონდა და ამ პრობლემებმა ასწავლეს რომ რაღაცები არ უნდა გააკეთოს, ესე არ უნდა მოიქცეს და ნუ რაღაცები თავისით გამოსწორდა, მაგრამ რაღაცები კიდე გამოსასწორებელია გვერაფრით ვერ იგებდა ეს პიროვნება, რატო ქონდა მაგალითად მას ყოველთვის აი კარგად დაიწყებდა საქმეს და მე უცებ ყველაფერი უარდებოდა და ვერაფერს ვერ ხდებოდა და ახლა გავაგებინეთ რომ მას აქვს ასე ვთქვათ შუა ეტაპი ნებისმიერ საქმეში ჩავარდნილი. დაავადებიდან ხდება ეს ამბავი, ეს შეეძლოთ გამოესწორებინათ მშობლებს, მაგრამ მშობლებმა ეს არ იცოდნენ და ამიტომ ვერც გამოასწოროს და ახლა მის სამშო იქნება ჩასწარებელი რომ შუა ეტაპი არ ჩააგდოს. ნებისმიერ საქმეს ან ურთიერთობებში სხვანაირად, რაც უნდა კარგად დაიწყოს, შუა ეტაპზე ყველაფერი ჩავარდება თუ არ მოიქცევა ისე როგორც ჩვენს დავსახეთ. ნუ იმედია ყველაფერი კარგად გაიგო და გაცლებით უფრო წარმატებული იქნება აწი ბევრ ამის გამოასწორებს იგი საკუთარ თავში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესე იგი ვისაც აქვს მზაობა პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, აქედან გამომდინარე საკუთარ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანისა, შეგვეხმიანეთ 599 91 52 38. ეხლა გავაგრძელოთ უკვე ჩვენი, ესე იგი, დღევანდელი თემა, ჩვენ ვსაუბრობთ უკვე 19-25 იანვრის შუალედში მიმდინარე ცალკეულ დღეებზე, მათ პერსპექტივებზე ასტროლოგიური კუთხით და რა ტენდენციები აქვთ მათ. ჩვენ ვისაუბრეთ უკვე 21 იანვარზე, როგორ იქნებოდა ეს დღე. დავუშვათ რომ უკვე მთელი პლანეტების სტელიუმი ხდება უკვე სამშაბათიდან მზე გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში და უკვე მოდის მერწყულის დაახლოებით ერთვიანი პერიოდი, ყველაზე ასე ვთქვათ წარმატებული ნიშანი სწორედ ეს იქნება და ახლა მოდით უკვე 22 რიცხვს მიხედოთ. 22 იანვარი ეს არის ხუთშაბათი დღე. ეს დღე ხელში უწყობს მოულოდნელ გადაწყვეტილებებს საინტერესო ინიციატივების გამოვლენას. შესაძლებელი იქნება ცხოვრების რეფორმირება, მისი განახლება. პარტნიორ ურთიერთობებში შესაძლებელი იქნება სასიამოვნო სურპრიზის გამოვლენა. მაგრამ მოდით აღვნიშნოთ რომ არ ვარგა ხუთშაბათს ანალიზების გაკეთება და ეკოსკოპია, შეცდომების დაშვების ტენდენცია მაღალია. მოსაუბრებელი ალერგიული შეშუპება, აკონტროლეთ ამიტომ საკვების სასმელის ხარისხი. ძალიან კარგია ხუთშაბათს არომათერაპია, ფოტოგრაფია, კულინარია, შემოქმედებითი მუშაობა. და რაც შეეხება ჯანმრთელობა, სუსტება, ნერვული სისტემა, ტერფები, თვალები, ენდოკრინული სისტემა, ლიმფური სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხუთშაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხუთშაბათი კუროს და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. ეხლა რაც შეეხება უკვე პარასკევს. პარასკევი ეს უკვე 23 რიცხვია იანვრისა და რა ხდება პარასკევს? პირიქში მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდით ხოს ყურადღება. 17 საათიდან 18 წუთიდან 17 საათამდე 28 წუთამდე გასტანს იგი. ანუ ფაქტობრივად ამ 10 წუთის განმავლობაში შეიძლება აი ამ მუდუნებამ ყურადღებისა, რომელიც აქ მოხდება, გამოიწვევს ტრავმები, ავარიები. ამიტომ ამ პერიოდში მძღოლებო, კვეთად მოსავლებო, ვიმეორებ 17 საათიდან 18 წუთიდან 17 საათამდე 28 წუთამდე მაქსიმალური ყურადღების კონცენტრაცია არ დაკარგოთ, რათა ამან რაიმე სახის პრობლემები არ შექმნას. ზოგადად პარასკევი კარგი დღეა ძველი დოგმებისგან განთავისუფლებისათვის, ლოცვისთვის, ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებისათვის, პარტნიორ ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად
პრეტენზიული, უხეში, ხისტი, სუსტრაფი, კამათისადმი მიდრეკილი, რაც მოიმატებს ეს განსაკუთრებით საღამოსკენ. ნუ გადაიღლებით, ეფექტურია სამაგრო თირკმელების, კანის, ენდოკრინული სისტემის, კუჭქვეშა ჯირკვლის ნაწლავთა მკურნალობა. და ამ დროით აღნიშნეთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტება პარასკევს ტერფების ზონა, მხედველობა, ლიმფური, ნერვული სისტემა, თავის ზონა. დადებითია ეს დღე კირჩხების და თხისქა ზოდიაქოს ნიშანთათვის. მივადექით უკვე 24 იანვარს და რა ხდება 24 იანვარს ეს შაბათი დღეა. ნუ ას მნიშვნელოვანია რით ეს დღე. აქ საქმიანობის ენერგიის შრომის უნარიანობის მმართველი პლანეტა მარსი 24 უკვე იანვრიდან 3 მარტამდე ასევე გადასვლებს მერწყულის ზოდიაქოს, სადაც მას შეხვდება. მალკი დახვდება პლანეტა პლუტონი, დიდი კოსმური ენერგიების მმართველი, პლანეტა ვენერა, სიყვარულის მმართველი, პლანეტა მზე, შინაგანი ბუნების მმართველი, პლანეტა მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა. ამიტომ იქნება ნამდვილი სტელიუმი პლანეტებისა, მათი შეგროვება ენერგიებისა მერწყულის ზოდიაქოში და რასაკვირველია განსაკუთრებული პერიოდი იწყება, სადაც წინა პლანეტზე წამოიწევს გინდ საქმეში, გინდ აზროვნებაში, გინდ ურთიერთობებში, ყველაფერში თავისუფლებისადმი მიდრეკილება, ორიგინალურობა, სპონტანურობა, ტექნიკური მონაცემები გაძლიერდება ადამიანებში, პროფესიონალიზმი, რეფორმატორული მოქმედებების დრო იწყება, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების და მათი აქტიური გამოყენების პერიოდია, გაძლიერდება დიპლომატიურობა, ცოდნისადმი მიდრეკილება. თუმცა მეორები, იგივე სუსტრაფობა, სიჯუტე, სიზარმაცის ტენდენციებიც ასევე ცოტა გაძლიერდება ამ პერიოდში. რაც შეეხება თვითონ დღეს 24 შაბათი დღეა, შეიძლება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გაწყვეტილების მიღება. სულიერი განახლებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, დამუხტეთ ორგანიზმი ამ ჰაერის ენერგიით და გავითვალისწინოთ, რომ შაბათს და კვირას, ანუ 24-ში და 25 იანვარს გადაღლა განსაკუთრებით ცუდად აისახება მერწყულებზე, თევზებზე, ვერძებზე და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებზე, მათ ჯანმრთელობაზე და მათ მოქმედებებზე ძალიან ცუდად აისახება. გადაღლის შედეგად შესაბამებსა დაუშვებთ, ტვინის ცუდად იმუშავებს, ჯანმრთელობასაც შეიძლება შეექმნას პრობლემები. ამიტომ შემდეგ შაბათ-კვირას თქვენ განსაკუთრებით უნდა დაასვენოთ საკუთარი თავი და კარგად გამოიცინოთ. შაბათს ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავი, სეზარუანი სისტემა, გრძნობათა ორგანოები. პოზიტიურია ეს დღე ვერცხლთათვის, ტყუპებისთვის, შულდოსანთათვის და მერწყულთათვის. რაც შეეხება კვირას, ეს უკვე 25 რიცხვია იანვრისა. აქ ყურადღება მოგცემთ მიმართულება დაკავებული მთვარის პერიოდს, საკმაოდ ხანგრძლივი მოქმედების არეალი ექმას. იწყება ღამის პირველ საათზე 38 წუთზე და 22 საათამდე 7 წუთამდე გასტანს. ამიტომ ძღოლებს, ქვეითად მოსწავლეებს თითქმის მთელი დღის და ღამის განმავლობაში მოუხდებათ ორმაგი სიფრთხილის ყურადღების გამოვლენა. არ მოდუნდეთ, თორე შეიძლება სონერად შესწავლები დავუშვათ. ნუ ხა სახლში შეგიძლიათ რასკვლელი მოდუნდეთ, მაგრამ საჭესთან ქუჩაში არა. და შემდეგ კვირას 25-ში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს და შვილებთან ურთიერთობებს. ამ ენერგიებს კვირა დღისა ნუ გადაიყვანთ აგრესიაში. პარტნიორებში მოერდეთ სუსტრაფობას, სიჯუტეს, კამათს და აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომლის ველობისას მაგალითად კარგი იქნება დიზაინის გარკვეულად შეცვლა შეიძლება ზოგადად სახში არავითარ შემთხვევაში ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს და წესებს ნუ დაარღვევთ, იმიტომ რომ დაჯერმების ტენდენცია იქნება საკმაოდ მაღალი, ესეც გავითვალისწინოთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავი, სეზარუანი სისტემა, გრძნობათა ორგანოები, ყელი და ენდოკრინული სისტემა. საღამოს მოერდეთ სუსტრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და სარისკო მოქმედებას. დადებითია შემდეგი კვირა ლომის და სასწორი ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს რაც შეეხება შემდეგ კვირის ტენდენციებს, ახლა ვისაც აქ განზრახული შემდეგ კვირაში მკურნალობის დაწყება. მოდი აღვნიშნოთ, რომ მათთვის არც ერთი დღე არ არის რო თქვა ცუდი და კარგი, ნეიტრალური დღეებია. ამიტომ შემდეგ კვირას, აი დღეს ნუ დაიწყებთ მკურნალობას, მაგრამ შემდეგ კვირას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ვისაც აქ განზრახული მგზავრობა, მათ საყურადღებოდ მოდი აღვნიშნოთ, რომ 22 რიცხვი ყველაზე კარგია მგზავრობის კუთხით და არ ვარგა 23 რიცხვი. აქ შევიკავოთ თავი. დარჩენილი დღეები მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, სტაბილურია. სამსახურის შეცვლის კუთხით 24 კარგია და არ ვარგა 23
იანვრის დღე. დარჩენ დღეები აქაც ნეიტრალურია. ხელშეკრულებების დასადებად, მოდი აღვნიშნოთ, რომ 23 არ ვარგა, დარჩენ დღეები მეტნაკლებად ნეიტრალურია. თუმცა აი 19 რიცხვი კარგია. ხელშეკრულებების დასადებად. ქორწინებისთვის ასევე 19 რიცხვი იქნება კარგი. და აღვნიშნოთ, რომ აქ არ ვარგა 23 იანვრის დღე. ბიზნეს ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველას კარგია 22 რიცხვი. 23 არ ვარგა. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის 22, 24 კარგია, ეს დღეები 23 აქაც არ ვარგა. მსხვილი საყიდლებისთვის 22 და 25 ეს დღეები კარგია, 23, 24 არ ვარგა. და სასამართლო პროცესებისთვის კარგია აქ 22 რიცხვი პირველ რიგში, 23 არა. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. ეხლა ვისაც აქ დავუშვათ პირველ რიგში მოვიტავნიშნოთ, რომ სურვილი თმების შეჭრის. აი მათ საყურადღებოდ მოდი ავნიშნოთ, რომ როგითხრათ რომელიმე დღე განსაკუთრებით კარგი არა, მაგრამ ნუ შედარებით უკეთესია თმების შეჭრა 21-ში და 22-ში. აი ეს ორი დღე ამ კუთხით კარგია, დარჩენები ნაკლებად. და ავნიშნოთ ასევე ისიც, რომ აი ვისაც აქვს მაგალითად რაღაც ბიზნეს სფეროსთან, ფინანსებთან ურთიერთობა, მათ საყურადღებოდ ავნიშნოთ, რომ ანუ ფინანსურ მივადექით ჩვენს ასე ვთქვათ ეგრეგორს 19-ში ხვალ კარგია საკუთარი ფულის გადათვლა, ეს მოიზიდავს თქვენთან ფინანსურ ენერგიას. და ხვალ ასევე კარგია რა, თუ კარგად მოფიქრებულია, კაპიტალ დამონტება, კარგია ვალის გასტუმრება, აი ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. კი, ამას ხელს უწყობს ხვალინდელი დღე და ეს ხელს შეუწყობს მერე ფინანსურ ენერგიის გაძლიერებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 20 იანვარს, ანუ სამშაბათს კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ არ ვარგა უკვე საკუთარი ფულის გადათვლა. ეს ზედმეტ ფინანსურ ხარჯს გამოიწვევს შემდგომ. 21 იანვარს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, ეს მოიზიდავს თქვენთან ფინანსურ ეგრეგორს, მაგრამ არ ვარგა ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 22 იანვარს კარგია ინვესტიციების გაკეთება, ვალების გასტუმრება. 23 იანვარს კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, კაპიტალ დაბანდება. მაგრამ არ ვარგა სხვის საფულეში თუნდაც აზრობრივად ჩახედვა, ხო? ეს მე თქვენი საფულედან წაიღებს თანხებს. 24 იანვარს კარგია ვალის გასტუმრება, საველირო ნივთების შეძენა. 25 იანვარს, მოდი ასე ვთქვათ, მოვერიდოთ ინვესტიციების გაკეთებას. აი ამას მეკცოთ ყურადღება, ხა რაც შეეხება ანგელოზის დროს, ეს ის დრო აიცით, რომლისთვისაც თქვენ გეძლევათ იმის საშუალება, რომ გარკვეულწილად შეძლოთ გახვიდეთ კონტაქტზე ფარველ ანგელოზთან თხოვოთ, რა გინდათ რომ მოხდეს თან შეგიძლიათ ილოცოთ და ამ პერიოდში ესე იგი თქვენი სურვილი იქნება გაგონილი ფარველ ანგელოზის მიერ, მაგრამ ასრულება ამ სურვილის იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად თქვენი კარმული მისიის შემსრულებელი ხართ და ამით სულიერევოლუციური ზრდის და პროექციის მიხედვით იმსახურებთ თუ არა რეალიზაციას ამ თქვენი სურვილის. თუ იმსახურებთ, ეს რეალიზება მოხდება, თუ არა და არა. ესეთი პერიოდი როდესაც გვაქვს ჩვენ ხვალ 19-ში, დილის 9 საათიდან 12 წუთიდან დილის 9 საათამდე 55 წუთამდე, აი ამ პერიოდში უნდა მოასწროთ. შემდეგ 20-ში სამშაბათს დილის 8 საათიდან 25 წუთიდან დილის 9 საათამდე 55 წუთამდე. 21 იანვარს დღის 11 საათიდან 25 წუთიდან დღის 12 საათამდე 10 წუთამდე. ანგელოზის დრო ჩვენ გვაქვს 22 იანვარს დილის 9 საათიდან 30 წუთიდან დილის 10 საათამდე 20 წუთამდე. 23 იანვარს დილის 8 საათიდან 25 წუთიდან დილის 9 საათამდე 15 წუთამდე. ანგელოზის დრო ჩვენ გვაქვს 24 იანვარს შაბათს საღამოს 21 საათიდან 5 წუთიდან 21 საათამდე 50 წუთამდე და 25-ში შემდეგ კვირა დღეს დღის 11 საათიდან 15 წუთიდან დღის 12 საათამდე. აი ეს არის ანგელოზის დრო და ამ პერიოდში შეგიძლიათ მასთან გახვიდეთ კონტაქტზე და თხოვნით მიმართოთ კიდეც მას. ეხლა მოდით აღვნიშნოთ, რომ არ დაგვაგვიწყდეს, რომ ნელ-ნელა გვიახლოვდება ცხენის ასე თქვა წელიწადის დაწყების დრო, ეს მოხდება 17 თებერვალს. ამიტომ ზამთროვანია, რომ 17 თებერვლამდე ჩვენ ყველანაირად დავუშვათ მოვემზადოთ. თუ მithumetes დავუშვათ 31 დეკემბერს ვერ მოახერხეთ ამ რიტუალების ჩატარება, ახლა 17 იანვარს შეგეძლიათ მოვემზადოთ და თუ კონდეთ ჩატარებული 17 იანვარსაც არ გაწყენთ, არ ეკნება ცუდი, მithumetes დღის 4 საათზე შემოდის. ცხენის წელიწადი დროც კარგია და მისაღებია. მოდი აღვნიშნოთ და რას გულისხმობ ამ შემთხვევაში. რას აგვირლებ ფენშუის სიმბოლოებს. ნუ ჯერ ერთი ულამაზესია
და მეორეც ერთი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ეს არის ლოტოსის წმინდა სულიერების, მოდი ასე ვთქვათ, სიმბოლო და აქ არის კიდე შესაბამისი იეროგლიფები, რომელიც სულიერ სიწმინდეს, ადამიანის განვითარებას და ამაღლებას უწყობს ხელს. ერთი ლამაზია და მეორე ერთი ამ სიმბოლოს თავისი ენერგეტიკული დატვირთვა აქვს. კარგი იქნება რომ ჩვენ ეს კონდეს საახალწლოდ, როცა რატომ მომავალი წელი იყოს მათ შორის სულიერი ამაღლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. აი ეს კიდე არის სიყვარულის ერთ-ერთი საუკეთესო სიმბოლო, ორი თევზი, რომელიც ერთმანეთს ეხება, მოდი ასე ვთქვათ და აქ ამ სიმბოლოში კიდევ აი ქვევით, ეს არის ეგრეთ წოდებული ნავი, რომელიც სავსეა ფულით. ანუ ეს არის თან ფინანსური ბარაკის და თან სიყვარულის ერთ-ერთი საუკეთესო სიმბოლო და ამისთვის რა არის საჭირო? ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში მისვლა, ეს არის ოპერის ზევით აღმავალი ქუჩა, იქ გრიბოედოვი კვეცმას და იქ კუთხეში არის პატარა მაღაზია ლინდაო, სადაც თქვენ შეგიძლიათ იქ ქალბატონ სალომეს გაესაუბროთ სპეციალისტ ფენშუის დარგში, იმიტომ ფენშუის კარგი სპეციალისტი ცოტა ყავს, მინდა გითხრათ, შეიძლება თითებზე ჩამოთვალო, დანარჩენები მოტმასტილები არიან ფენშუისთან და საერთოდ დააბნიეს საზოგადოება, ჯერ მარტო წითელი ფერი კატეგორიულად აუგრძალეს და სწორედ არანაირი ახსნა განმარტება ნორმალური სწორი არ არის და მეორეც ერთი კიდე გამოაცხადეს, რომ 4 თებერვალს იწყება ახალი წელი. და 17-ში მხოლოდ ზეიმობენო აღმოსავლეთში. ახლა ფენშუისტებს თავისი ხედვა აქვს და თავისი გააზრება, მაგრამ მე მინდა მათხოვო, რომ ნუ გვირევენ, იმიტომ რომ როცა ჩვენ ასტროლოგიურად ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ახალი წელი აღმოსავლური კალენდრით, თვარის კალენდრით იწყება მე-13 ახალმთვარეობას და მას თავისი კონკრეტული დღე აქვს. ამ შემთხვევაში ეს იქნება 17 თებერვალი, როცა თქვენ ნახავთ აღმოსავლეთში როგორ შეხვდებიან და რა ზეიმი იქნება და თქვენ 4 თებერვალი დაიტოვეთ თქვენთვის, მოდი ეს ვთქვათ და საზოგადოებას ძალიან ვაურებთ ვინც და ვამღვრევთ. თუმცა ფენშუის მნიშვნელობა და პროფესიონალიზმის ხედვა აბსოლუტურად სხვა არის. მინდა ესეც გითხრათ. აი მაგალითად, ასევე ლინდაუში შეგიძლიათ შეიძინოთ ასეთ საოცარი სიმბოლო. ეს არის ეგრეთ წოდებული ფულია გამოსახული და პლუს კიდევ სიმბოლო უსასრულო ბედნიერებისა. რა ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ჩვენ გვაქვს ხალიჩა სპეციფიური, სადაც შეგიძლიათ გადათვალოთ ფული და ამით მიიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი. ამის გარდა თქვენ გახსოვთ, რომ ეს სიმბოლო ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს სიმბოლო უნდა გქონდეთ საფულეში აუცილებლად როგორც ფინანსური ენერგიის გამაძლიერებელი ფაქტორი, ხო? და კიდე აქ ჩვენ გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, ეს არის პიაო, ეგრეთ წოდებული სიმბოლო წარმატებისა და წინსვლისა. რაც მეტად ამას გამოიყენებთ, მით უკეთესი. მე ამით გამშვიდობებით შემოკარგება გისურვებთ ყოველივე კარგს, შვიდად გავლას დღევანდელი დღისა და წარმატებებს. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე დღეს მინდა დაგემშვიდობოთ, მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა ყურადღებისათვის.